ყველა სპორტის სახეობას ყავს თავისი წამყვანი. არის უნივერსალი ხალხი, ვინც ყველაფერში ერკვევა მეტნაკლებად, თუმცა მე პირადად ერთადერთხელ ვარ რაგბის პირდაპირ რეპორტაჟზე ვიმუშავე ერთადერთხელ. რაღაც ნიუანსებია, დეტალები, ანუ ყანადმურჩის წესები, აი ახსნა ჭირდება რა, რაღაცა მომენტებში იმანის რატო გააკეთა ამანეს, ეს უნდა კარგად და მარტივიენით უნდა აუხსნა ოღონდ. და არა ისე რომ ის რაღაცა ჩაიძაბოს და გადაახდოს, მე თავი მოვუსმენს, არა, მარტივად. მოკლედ, ვერ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით საუბრობ თქვენთან, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გამახსენდა, ბევრი რაღაცა იმედია ეს გამოგადგებათ, ანუ სწორედ მოვიტანეთ თქვენამდე ის რაც ვილაპარაკეთ და ეხლა აი ამ დასკვნით ნაწილში მინდა შევეხო მაყურებელს, ანუ სპორტის ყურებადობას, ასე ვთქვათ. სპორტი არის ესეთი რამე, რომელსაც მაყურებელი არასოდეს არ მოაკდება. როცა თამაშობს საქართველოს ნაკრები უყურებს ყველა, ჩემპიონთა ლიგის ფინალს უყურებს ყველა, თუნდაც ქართველი არ იყოს იქ, მაგრამ აიყო. სოფლიოს ჩემპიონატში, როცა ყველა ტელევიზორში ჩართულია სოფლიოს ჩემპიონატი და სპორტი გვაერთიანებს. აი ამას ნახდათ ვიტყვი რა, იმიტომ რომ მართლა ესეა და გაიხსენეთ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, გაიხსენეთ რა ხდებოდა გერმანიაში, გაიხსენეთ რა ხდებოდა აქ, ამ სტადიონზე, სადაც აქ გასავსე იყო ეს სტადიონი, ეკრანებზე უყურებდა ხალხი. ფენომენალური რაღაცა არის. ეხლა რა ვიცი, აი წარმოიდგინეთ რომ შორს გერმანიაში თამაშობს ჩვენი ნაკრები პორტუგალიას და აქ თამაშობს. აქ არის ხალხი და უყურებს ფეხბურთს. დიდი ეკრანები იდგა, მადლობა ვინც ეს მოვაწყო მართლა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იყო და მე მიმყავდა რა. და რა ვინანე რო წამოვედი პორტუგალიას რომ მოვუგეთ, აქ ვიყავი პორტუგალიას რომ მოვუგეთ, ჩეხეთის თამაშზე ვიყავი. ეს არის ხალხისთვის ერთ-ერთი აი დასვენების და შვების მომტანი საშუალება. სპორტი. სპორტს ყავს თავისი მაყურებელი და ყველა უყურებს სპორტს. ეს ამაში დარწმუნებული ვარ ნამდვილად და კვლევებითაც დასტურდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება პროფესიას, ჩემ პროფესიას, კომენტატორის და ჟურნალისტის პროფესიას და წამყვანის თუნდაც, რა თქმა უნდა ეს განსხვავებული ამბებია. არის სფეროები, არის თქვა ფეხბურთი, არის კალათბურთი, არის რაგბი, რა ვიცი, ძიუდო, წყალბურთი, ტანვარჯიში, კერლინგის ფენომენი ვერ ამოხსენი 48 წლის ხდები, რატო? აი მას ვიძახი, რატო? რა გინდა? რატო აკეთე? ამასაც ყავს თავის კომენტატორი. წესები იცი ერთხელ მკითხეს და მე ვთქვი, ამას წესები აქვს, მეთქი, რავი, მიდიხარ და იჭერდება. დანარჩენი არ ვიცი, ქულათა ათვლის სისტემა და ასე შემდეგ. ყველა სპორტის სახეობას ყავს თავისი წამყვანი. არის უნივერსალი ხალხი, ვინც ყველაფერში ერკვევა მეტნაკლებად, თუმცა მე პირადად ერთადერთხელ ვარ რაგბის პირდაპირ რეპორტაჟზე ვიმუშავე ერთადერთხელ ნიაზ მამრიკიშვილთან ერთად საქართველოს უელსი. ნუ ეპოქალური ტესტი იყო, ეხა უელსს შევხვდით პირველად და ну რა თქმა უნდა ვიცოდით რომ შეიძლება ვერ მოგვეგო და მე ვთხარ რომ მე არ შემილია ისა რაგბს ვერ მიმყავს რა, ანუ თავი არ გამომიდია, არ მინდა. მინდა მოვიყვანო სხვა, არა შენ უნდა დაждდე რომ აივით დავსტარტოთ რაგბი არხზე. კაი მე ვთხარი დავждდები, მაშინ და რაღაცა ქართული სული რაღაცებს ვიძახებ მეთქი რა. და ამ ნიაზი ჩაერი აქ იცის ამან როგორ არის ის მე ვთხარი აი მარტო გინდა ელაბარაკო არ ვიცი მე დააჯექი ხალხი მაინც კარგად მახსენდება ეს რეპორტაჟი იმიტომ რომ ეს შესავალ იქაც გავაკეთე თავში მე ვერ ვარ გადაევლოთ ჩემთვის მე ვთხარი მე რაგბის სამყარო არ ვარ რაგბი არ ვიცი მე ვარ ქართველი და აი აბჯარი მაქვს ასხული და ნიაზთან ერთად უბერავ ეხა უელსი უნდა მივლეწო და ვაცხადებდი ფერი ტრანსლაციის აღდგენია ტარარა ჯაგარა გუგურუ გამაგრილებელი სასმერი ბუბურა მაგრა ვაცხადებ მაგეებს მართლა და სხვათა შორის აი ჩემი შესავლის გამო და აი გულსფელი აღიარების გამო რომ არა ვარ მე რაგბის სამყარო არ გადამიარეს ნუ იყო ხა ერთეულები რა უნდა დამჩემის ასადაშ და ბოდიში აი ესე რა აი ერთეულები კარგად გადავრჩი რა ზიგრულად გადავრჩი მოკლედ მე რომ დამჯდარიყავი და აი რაკში შევიდა შერკინებიდან გამოვიდა რაღაცები დამეწყო ნიაზა რო გიზის არ გამოვიდო და ტყილი იქნებოდა ყალბი იქნებოდა ვიცი ეხა წესები რა თქმა უნდა მაგრამ ვერ წავიყვან რა ვერ გადმოცემ და კომბინაციები საჯის გაწყვეტლების ახსნა არ შემილია არ ვაკეთებ ფეხბურთი კალათბურთი სიამოვნებით ჩოგბურთი შემილია იმიტომ რომ ჩოგბურთი ვიცი თამაშობ წლებია და კალათბურთი ნათამაშებია და ფეხბურთი ამას ალბათ აქვს მნიშვნელობა რა როცა მოედანზე გაქვს ბევრი დრო გატარებული და სულ რაღაცა დაკავებული ხარ ამ სპორტით ალბათ პროფესიაში გეხმარება მერე რაღაც ნიუანსებია დეტალები ანუ კალათბურთის ეს წესები აი ახსნა ჭირდება რა რაღაცა მომენტებში იმანის რატო გააკეთა ამანეს ეს უნდა კარგად და მარტივიენით უნდა აუხსნა ოღონდ და არა ისე რომ ის რაღაცა ჩაიძაბოს და გადაახდოს მე თავი მოვუსმენს არა მარტივად ხო და აქედან გამომდინარე
სპეციალისტები არსებობენ პრემიერ ლიგის ცალკე, იტალიის ჩემპიონატის ცალკე, თუმცა ეხო არის შავს იმას, რომ იტალიის ჩემპიონატი ვისაც მიყავს, ის ვერ წაიყვანს ინგლისს. მაგრამ მაინც არის სპეციფიკა, არსებობს რა, ეხა ფეხბურთზე უფრო ნაკლებად ეხება, იმიტომ რომ ასე თუ ისე ნებისმიერ ჩემპიონატს ფეხბურთის კომენტატორი კარგი წაიყვანს რა, ყოველგვარი იმის გარეშე და ეს არის ალბათ გასათვალისწინებელი. რომ ყველაფერზე არიან ისინი, ვინც მართლა შეუულია ზოგადად დაждდეს და ყველა სპორტზე ისაუბროს და მიესალმები ამას ნამდვილად, მაგრამ მე მაინც მირჩენია, რომ კარგად რაც იცი და შენი რაც არის და რაც მოგწონს, ის წაიყვანო. თუმცა არის გამოუვალი მდგომარეობა ხოლმე ხა რა ხან არის რაღაცა ისეთი ჩემპიონატი არის რომ რა ვიცი ოჯახსწრები არ უყურებენ და შენ უნდა წაიყვანო რა სხვა გზა არ არის დედა მამა უყურებს მარტო ალბათ ისეთ პირველ ტაიმს მეორესი ვეღარ უძლებენ ხო და აი ესეთ რაღაცები ხდება და გიწევს აქედან გამომდინარე და ამდენი წელი გავიდა ხა 35 წელი გავიდა მე რაც კამერის წინ ვარ და მიკროფონით ხო ვერ ვიტყვი რომ აი ძალიან ესე შევდივარ და გამოვდივარ. არა, იმიტომ რომ ის რაც ქონდა შეგრძნებები ძალიან კარგად მახსოვს. ის პასუხისგებლობა ძალიან კარგად მახსოვს და ამას არასოდეს არ ვივიწყებ და არ ვკარგავ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე ხამ გვალ კამერის იმას კი არ ველაპარაკები ვიზორს თუ რას ქვია. მე ველაპარაკები ძალიან ბევრ ადამიანს. რომელსაც ზოგს ყველა თავისი პრობლემა აქვს, თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ის აქვს და შენ გისმენს. რა თქმა უნდა თამდევი არის შეცდომები. მით უმეტეს როცა იყო პერიოდი როცა მე ორი თამაში მიმყავდა მეორე რელაივი ანუ ჩანაწერი და მე კიდე მიმოხილვა ანუ ეს რაღაც არადამიანურ ფიზიკურ დატვირთვასთან იყო დაკავშირებული და პირველი დღე და მე მეორე დღე იგივე წარმოიდგინე 5 საათზე ამთავრებ ამას მოსდევს თან შეცდომები სტრესი რა თქმა უნდა ამ შეცდომებიდან გამოწვეული იმიტომ რომ იმ წუთშივე ბარომეტრივით არის იწერებოდა ყველაფერი რაც არ უნდა ოდნავ გადაცდომა ქონოდა და არ არის და კიდე ერთხელ მიმოვიდე თავი და მაგი დავიწყე და მიმოვიდე რომ არ არის ადვილი ამ საქმის კეთება ეგონა ბევრს რომ ადვილი იყო მოდიოდნენ შერჩევებზე კომენტატორების და დარჩა რამდენიმე კაცი ეხაც არიან ეთერში სხვადასხვა არხებზე მუშაობენ ჩემ დროს ვინც მოვიდა სინჯებზე ზედანტაში როცა ვიყავით ძალიან კარგად გაართვეს თავი ამ ხალხმა მაგრამ ეს იყო ძალიან აი 5% მოსულების წარმოიდგინეთ ზოგი გამოდიოდა და ძნელი ყოფილა და წავიდოდა. აი ესე, ანუ ესეა რა პროფესია, ეხა ეს შენი პროფესია, ეს ხო არ არის ჰობი რა, ეხა ამითი ცხოვრობ, ეს არის შენი საქმე. დედმიწევნით კარგად უნდა აკეთო რა და შენ თავთან უნდა იყო პირველ რიგში მართალი. ყოფილა შეცდომები მეორე დღეს ყოფილა სინანული მეორე დღეს ყოფილა შეგზნება რომ რაღაცა დავაშავე, ანუ დაშავება არ არის ხო, რავის არ ვნებ ხო მაგით, მაგრამ ყოფილა ეს აუცილებელია ეს პროფესიაში. არასდროს არ უნდა იყო რაღაცა ზედმეტად თვით დაჯერებული და აი მე უკვე შეო მორჩა მე ხა ყველაფერი ვიცი. არ არის გამორიცხულია ეგ, იმიტომ რომ ყველა ჩემი პირდაპირ ეთერი არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. რაც არ უნდა დაღლილი მკვდარი ვიყო, აი ვერ დავდიოდე ხო, რომ ჯდები და გავიკეთ და დავждები რომ უნდა გელაპარაკო უკვე. მე არა მაქვს უფლება რომ შენ მოგახვიო, თორე რომ მე რაღაცა ვითიშვილი ვარ და არ მომწონს ის რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ შენც იგივე განწყობა შეგექმნება. ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი აი ამ მომენტში რომ ის შეგრძნებები პირველად რაც ქონდა, არ უნდა დაივიწყო არასოდეს. არ უნდა გაუთამამდე, მოდი ესე ვთქვათ რა. რომ ყოველთვის უნდა ახსოვდეს ჟურნალისტს რომ მის მიერ ნათქვა სიტყვას, მის მიერ გადმოცემულ ამბავს ნებისმიერ შემთხვევაში მოყვება შედეგი. ან კარგი, ან ცუდი. და თან აწვი ინფორმაციას ადამიანს. ანუ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, უნდა მოზომო, რას ლაპარაკობ. მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. კიდევ უბრუნდები იმ შემნათქვამს, ცოტა რომელიც ბანალურად ჟღერს, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი და მერე უნდა იყოს პროფესიონალი. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ მედია აკადემიის არხი და რა თქმა უნდა, დაალაიქეთ.